ილოცავთ 19 ივლისს. ღვთისმშობლის სასწაულ მოქმედი ხატის დღესასწაულია. იაგონო მოსა. აშენებელი. ხატი განსაკუთრებით ეწევა მატერიალური სიძულვილის შანსს. ეს ხატი ათანასე დიდის ლაბრაში იმყოფება. ერთხელ შიმშილობის დროს ბერები გაიფანტნენ და თვით ათანასე დიდმაც გაცლა არჩია. მას ყოველთ წმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, უბრძანა, უკან დაბრუნებულიყო და დახმარება აღუდგო. წმინდანმა ათანასემ მეუღო, მე შენი აბირწმუნო, რადგან მრავალი აიშმაკის სტუნება, ვითი დამარწმუნებ, შენი სიტყვების სიმართლეშიო, ყოვლადწმინდა ქალწულმო, უბრძანა. შენი კვერთხი დაატვი ამ ქვას და მიხვდები, ვის ესაუბრები. იცოდე, რომ ამიერიდან სამუდამოდ მე შენი ლავრის ეკონომოსი ვიქნებიო. ათანასემ დაარტყა ქვას და როგორც ელვამ გააპოიქი, აფრალიდან წყარო გადმოდიოდა, რომელიც ამჟამადაც მოედინება და მაკოლნებელია. მონასტერი წმინდა ათანასეს საზრდელით სავსე დახუნა. მას შემდეგ ამ ლავრაში ეკონომოსად თვით ღვთისმშობელი ითვლება. გამოცხადების ადგილას ეკლესია აშენდა. ამ მოვლენის სამახსოვროდ დაიწერა ხატი, რომელზეც გამოსახულია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ღმით მარცხნივ დგას წმინდა მიქაელ სინელი, მარჯვნივ კი წმინდა ათანასე დიდი, ხელში თავისი ლავრის გამოსახულებით. დედა ღვთისა შეგეწევთ. მოგმადლოთ მატერიალური და სულიერი კეთილდღეობა.